ქრისტემ დაგლოცოთ. სახელით ამისაითა და ძისაითა და წმინდისა სულისაითა. დღეს ნიკოლოზობაა და ყველა ეს ახსოვს, ყველა ამას აღნიშნავს, რაღაცნაირი ფორმით ერთმანეთს ულოცავენ და რა თქმა უნდა ჩვენ ისაც გვევალება რომ ვიყოთ სახე და ნიმუში თუ როგორი უნდა იყოს ქრისტიანი, ანუ ეკლესიურ ადამიანებს გვევალება მეტად გავაცნობიეროთ ყოველი დღესასწაული და მათ შორის წმინდა ნიკოლოზის ხსენება. წმინდა ნიკოლოზი მიროლუკის მთავარეპისკოპოსია და მისი ცხოვრება ალბათ ყველას საკითხული გაქვთ, მე აღარ გადაგღლით ამითი, მაგრამ ერთი რამ მინდა გაგახსენოთ, ეს თქვენ ალბათ ასევე იცით, რომ კათოლიკოს პატრიარქმა წლების იქით საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ფარველობისათვის, მართლობისათვის, წინამძღოლობისათვის ჩააბარა წმინდა ნიკოლოზს და წმინდა ნიკოლოზს ჩააბარა და აქედან გამომდინარე ჩვენ შეიძლება ვთქვათ, პატრიარქსაც თავად უთქვავს, რომ ჩვენი ეკლესიის მართველი, მოდი ესე ვთქვათ, არის წმინდა ნიკოლოზი. ეს შეიძლება ვინმესთვის იყოს თეორია, ვინმესთვის იყოს უბრალოდ ლამაზი იგავური სახე, მაგრამ ქრისტიანისათვის მე ვფიქრობ ეს რეალობაა, იმიტომ რომ წმინდა ნიკოლოზი ცოცხალია და როდესაც მას მთავარეპისკოპოს პატრიარქმა სთხოვა, მე ვფიქრობ, რომ მთავარეპისკოპოსი პატრიარქის თხოვნას შეასრულებდა და ამიტომ იგი გვიწინამძღვრებს და ამდენი ხანია იგი წინამძღვრობს ჩვენს ეკლესიას. მე ამაში დარწმუნებული ვარ, იმიტომ რომ ჩვენ სამწუხაროდ საქართველოს ეკლესიის მართლმადიდებელი ეკლესიის სასულიერო პირნი ვერ ვდგავართ იმ სიმაღლეზე, რა სიმაღლეზეც უნდა ვიდგეთ. თუ ვინმე თქვათ, რომელიმე სასულიერო პირი ამაში არ დამეთანხმდება, ალბათ ის დგას ასეთ სიმაღლეზე. მე ჩემ თავზე ლაპარაკობ პირველ რიგში და რომ არა ღვთისწყალობა, რომელიც თავის წყალობას მოგვფენს წმინდათა მეოხებით და აქედან გამომდინარე რომ არა წმინდა ნიკოლოზის მეოხება, ალბათ ჩვენ სერიოზული პრობლემების წინაშე დავსდგებოდით. მიუხედავად ყველაფრისა, ჩვენი ეკლესია ერთიანობასაც ინარჩუნებს, მიუხედავად ჩვენი სასულიერო პირების თლად კარგად ვერ მყოფობისა, ერთიანობასაც ინარჩუნებს და ხალხში პატივისცემასაცა და სიყვარულს. და მე ვფიქრობ, ერთ-ერთი ამის მიზეზი სწორედ ამ დიდი მღვდელმთავრის მეოხება, რომლისადმი ეკლესიის სიყვარული, მე ადრეს გითხარით ერთ-ერთ ნიკოლოზობას, ცოტა უცნაურია, იმიტომ რომ ჩვენ არაფერი ვიცით, გარდა ცხოვრება ვიცით, მაგრამ მღვდელმთავართა ცხოვრება, მღვდელმთავართა მოღვაწეობა იმითაც არის ხოლმე მნიშვნელოვანი, რომ ისინი ტოვებენ თავიანთ ნაშრომს წერილობით და ჩვენ წმინდა ნიკოლოზის არც ერთი ნაშრომი, არც ერთი გამონათქვამი არ აქვს. ამიტომ თუ ვინმე მე მკითხავს, თუ რატომ არის ძალიან დიდი ეკლესიაში, რატომ არის ძალიან დიდად მიჩნეული წმინდა მღვდელმთავარი ნიკოლოზი, მე პასუხი არ მაქვს. მაგრამ ეს ფაქტია. ხელოვნურად ამას ვერ გამოვიწევ, ხალხს ძალიან უყვარს წმინდა ნიკოლოზი. დიდი იმედი აქვს და ჩვენ ვიცით თუ როგორი მეოხია და მრავალ ჩვენთაგანს ალბათ ეს საკუთარ თავზე გამოუცდია. თუმცა მე ადრე სწორედ როცა ამაზე ვსაუბრობდი, მისი თქვათ როგორც მოძღვრის ქადაგება და ნათქვამი უბრალოდ გამოვლენილი როგორც მოძღვრის არის, რომელთაც ის მოძღვრავს ყოველ მის ხატზეა და ადრეს გითხარით, თუ გვახსოვს მეთქი, აბა ყოველ ხატზე წმინდა ნიკოლოზს, ოღონდ არ შეხედოთ, ყოველთვის წმინდა ნიკოლოზს რა უპყრია ხელთ. ყოველთვის მას არ გამოიხატება სხვანაირად, მას ყოველთვის ხელს სახარება უპყრია. ეს რას ნიშნავს? ეს ნიშნავს იმას, რომ წმინდა ნიკოლოზი მიგვანიშნებს, მოძღვრავს, რომ ვიცხოვროთ სახარებით, რომ ჩვენი ხედვა სამყაროსი იყოს სახარებისეული, ჩვენი ხედვა საკუთარი თავისა იყოს სახარებისეული, რომ ჩვენი ცხოვრებით გავაცოცხლოთ სახარება და როგორც უფალი ამბობს, ვინ სულით თაზდოს ჩემთვის და გინა სახარებისთვისო. ეს რას ნიშნავს? ეს ნიშნავს იმას, რომ სახარებისათვის სულის დადება. ეს არის ქრისტეს მოწაფეობა. ანუ არა პასიური ქრისტიანობა, არამედ მოწაფეობა, როცა შენ აქტიური ხარ. და აი ყოველთვის და ხაწერას თავისი ტრადიცია აქვს.
ეს უძველესი დროიდან მოდის. და აი, სწორედ იმაში, რომ მას ყოველთვის სახარება უპყრია, ეს სხვანაირად მე არც მინახავს სხვანაირად წმინდა ნიკოლოზის ხატი, ეს იმას მიანიშნებს, რომ ესე იგი წმინდა ნიკოლოზი სწორედ ამ მიმართულებით, ამ კუთხით მოძღვრავს. მის ტროპარში ძალიან საინტერესო სიტყვებია და რამდენიმე შეგახსენებთ. როგორც იცით, წმინდა ნიკოლოზის ტროპარი ასე იწყება: კანონად სარწმუნოების. ეს სიტყვები თითქოს და გასაგებია ერთის მხრივ, იმიტომ რომ რას ნიშნავს კანონად სარწმუნოებისა? წმინდა ნიკოლოზი არის მართლმადიდებელი სარწმუნოების დამცველი. მისი ჯულის, დოგმატების თავისთავად ცხადია, აქ ბევრი ფილოსოფია ადამიანს თითქოს და არ ჭირდება. მაგრამ მე ესე მგონია, რომ ეს სიტყვები კანონად სარწმუნოებისა გაცილებით ღრმა არის, ვიდრე უბრალოდ ფორმალურად დამცველი საეკლესიო დოგმატებისა და საეკლესიო კანონებისა. მე ვფიქრობ, წმინდა ნიკოლოზი უპირველეს ყოვლისა საეკლესიო სწავლების, ქრისტიანული სწავლების დამცველი არის უპირველეს ყოვლისა არა თეორიულად, არამედ საკუთარი ცხოვრების წესით. წმინდა ნიკოლოზი თავად არის გაცოცხლებული სახარება. და მე ადრეს გითხარით, აი ბოლო პერიოდში ამაზე გესაუბრებით, ჩვენ ქრისტიანები განსაკუთრებულად სასულიერო პირები, რომლებიც უნდა ვიყოთ მაგალითი ერის ადამიანებისათვის, ჩვენ უნდა ვიყოთ სწორედ გაცოცხლებული სახარება, ჩვენ თავში უნდა ვაცოცხლებდეთ იმას, რასაც ჩვენ ვკითხულობთ წმინდა წერილში, რასაც ჩვენ გვასწავლის ეკლესია. ადამიანს საერთოდ რომ არ ქონდეს წაკითხული წმინდა წერილი, ადამიანი საერთოდ რომ არ იცნობდეს ქრისტიანობას, რომ დაგინახავს, რომ დაინახავდა წმინდა ნიკოლოზს, ის ჯერ მიხვდებოდა რომ არის ღმერთი და მე იმას რომ რასაც წმინდა ნიკოლოზი ქადაგებს და რასაც წმინდა ნიკოლოზი სწავს, სწორედ ის არის ჭეშმარიტება და არა სხვა. და ამას არანაირი სხვა ლოგიკური არგუმენტი არ ჭირდებოდა. ამას ჭირდებოდა მხოლოდ დანახვა წმინდა ნიკოლოზის. ამიტომ ადამიანი საეკლესიო კანონებისა და ჯულის და დოგმატების დამცველი უნდა იყოს არა უბრალოდ თეორიულად. ეს არაფრის მომცემია, ლოგიკა, რაღაცას ამბობ, სხვა ლოგიკას მოიტანს, ის კიდე სხვას და არის უამრავი რელიგია სამყაროში. არა ლოგიკით, არამედ ცხოვრებით. შენ თავად დუმარეც რომ იყო, შენ თავად უნდა იყო ესე. ასე რომ კანონად სარწმუნოებისა ეს არის პირველ რიგში მინიშნება ჩვენზე, სასულიერო პირებზე, ნებისმიერ იერარქიის, რომ ჩვენი ცხოვრების წესით უნდა ვიყოთ ყველაფრით, რასაც არ უნდა ვაკეთებდეთ, შინ თუ გარეთ, ეკლესიაში თუ ეკლესიის გარეთ, ყოველთვის, ყველა საქმიანობაში, გძინავს თუ გვიძავს, ყოველთვის უნდა ვიყოთ გაცოცხლებული სახარებანი. რა თქმა უნდა, ეს ძნელი ადამიანი იტყვის, მაგრამ მე ფიქრობ, რომ ეს სიძნელე, რომელიც ძნელი, აბა ხა როგორია, ხო? ცოდვილი ადამიანი იყოს გაცოცხლებული სახარება. ამ სიძნელეს კომპენსირება ხდება იცით რითი, ბედნიერებით, იმიტომ რომ ღმერთია შენთან და ბედნიერი ხარ და როცა ბედნიერი ხარ, რაზეა საუბარი, რაღაცა ძნელია, რაღაცა მიჭირს, ბედნიერი ხარ. ქრისტეთი ბედნიერი ხარ. იმიტომ რომ ხარ კანონად სარწმუნოებისა, შენ, მღვდელმთავარი, მღვდელი, დიაკონი და ნებისმიერი ერის ადამიანი. ამაზე მეტი რა უნდა გვინდოდეს ქრისტიანებს. მეორე სიტყვები, რომელიც ასევე ტროპარშია, ეს არის ხატად სიმშვიდისა. მშვიდვარდამ დაბალ გულით აუფალი ამბობს და ხატად სიმშვიდისა ნიშნავს ხატად ქრისტესი. ესე იგი ეს ნიშნავს, რომ ყოველი სასულიერო პირი, მღვდელმთავარი, მღვდელი თუ დიაკონი და ყოველი ერის ადამიანი, იმიტომ რომ ერის ადამიანი სამეფო და სამღვდელო დასია, უნდა იყოს ხატი ქრისტესი ამ სიტყვის პირდაპირი გაგებით. ხატი ქრისტესი როცა წირავს, როცა ავლენს ძალიან დიდ ძალმოსილებას. ხატი ქრისტესი როცა ის არ წირავს და არის დაბლა ამბიონიდან ჩამოსული. და მაშინ უნდა ავლენდეს საოცარ სიმდაბლეს და მორჩილებას. სიყვარულს ეკლესიის გარეთ სახე უნდა იყოს ყოველი სასულიერო პირი და ყოველი ქრისტიანი სასულიერო პირთა მიმბაძველობით ყოველი ქრისტიანი სახე უნდა იყოს, ხატი უნდა იყოს ქრისტესი, ხატად სიმშვიდისა, ხატი ქრისტესი გამოვლინებული სიმშვიდის სულში. რას ნიშნავს სიმშვიდის სული?
ეს ის ნათელია სიმშვიდის სული, ეს ის ნათელია, რომელიც გადაიღურება რა ადამიანებზე, ისინიც სიმშვიდის ნათელში არიან. მათაც სიმშვიდის სული მოიცავს და აღარ არის შფოთი, აღარ არის უსიყვარულობა, აღარ არის უზნეობა, აღარ არის გაღიზიანება, აღარ არის სიძულვილი. და არის სიყვარული. და შემდეგი სიტყვები, მოძღვრად მარხვისა. მარხვა, მოგეხსენებათ, არ არის უბრალოდ დიეტა. ხშირად ხუმრობთ ხოლმე, მე თუმცა არ ხუმრობ, პირდა რომ როცა საუბარია ხოლმე მარხვაზე. მე ხშირად მithქვავს, მე არ მარხულობ, მე დიეტაზე ვარ. იმიტომ რომ მარხვა სხვა რამეა და ჩვენ ხშირად ურევთ, რაღაც ჩვენ დიეტაზე ვართ, უგონია რომ მარხვაზე ვართ. დიეტა ეს არის საზდელის, გარკვეული საზდელის არ მიღება. მარხვა ეს არის გამარჯვება საკუთარ თავზე ბოლომდე, რომელიც კუჭიდან იწყება და მოძღვრად მარხვისა ნიშნავს, რომ ეს დიდი მღვდელმთავარი, იმიტომ არის ქრისტეს ხატი სიმშვიდის გამოვლინებით. იმიტომ აცოცხლებს თავის თავში სახარებას, რომ არის ასკეტი. ასკეტი რას ნიშნავს? მოვარჯიშე. ანუ რაში ვარჯიშობს? ვარჯიშობს და ემსგავსოს ქრისტეს. ანუ ის რომ იგი ხატია ქრისტესი, ის რომ იგი გაცოცხლებული სახარებაა, ისე კი არ მოეცა მას და როგორც ყველა ადამიანს, მიუხედავად იმისა, რომ დედის მუცლიდან გამორჩეული იყო, არამედ ვარჯიშობს, ჩვენ უნდა ვივარჯიშოთ. ანუ ასკეზა, ანუ ვარჯიში თითოეული ჩვენთან განისაკუთრება, ვივარჯიშოთ ყოველ დღე, ყოველ წამს დაუღლელად, სიყვარულით, რომ დავამარცხოთ საკუთარი დაცემული ბუნება, დავამარცხოთ ამასოფლის სული ჩვენში, დავამარცხოთ ეშმაკი ჩვენში, რომ ჩვენში ქრისტემ გაიმარჯვოს. ამას ჭირდება ასკეზა, ანუ ვარჯიში საკუთარ თავთან ბრძოლისა, დაცემულ სულთან და ეშმაკთან ბრძოლის. ამას ნიშნავს მოძღვრად მარხვის. და შემდგომში რა თქმა უნდა, რომ ამაღლებულია იგი სიმდაბლიდან გამომდინარე და მდიდარია სიგლახაკიდან გამომდინარე, ხოლო სიმდაბლეცა და სიგლახაკეც ეს ის სათნოებებია, რომელიც ღმერთთან მიგვიყვანს, იმიტომ რომ დაბალს ენატრება ღმერთი და ჭირდება. ჭირდება ამ შემთხვევაში არა ანგარებით, არამედ მონატრების თვალსაზრისით. ხოლო გლახაკის არაფერი აქვს ამ ქვეყანაზე, რომელიც მის გულში ადგილს იკავებდეს. და ჩვენ გვაქვს მუდმივი ბრძოლა ამ სოფელთან, რომ ჩვენ გულში არაფერმა დაიკავოს ადგილი გარდა ქრისტესი და როცა თუ ამას მივახწევთ, მაშინ ჩვენს გვექნება იმ სიმდიდრე, რომელიც აი ამგვარი სიგლახაკის სანაცვლოდ მოგვეცემი. ასე რომ ვეცადოთ, მივბაძოთ წმინდა ნიკოლოს, როგორც პავლე მოციქული გვასწავლის, მობაძავ ჩემ და იქმენით, ვითარცამე ქრისტესა და ყოველი წმინდანი ბაძავს ქრისტეს და ჩვენ წმინდანების მიბაძვით ვბაძავთ ასევე ქრისტეს. წმინდა მღვდელმთავარი ნიკოლოზი შეეწიოს სრულიად საქართველოს. წმინდა მღვდელმთავარი ნიკოლოზი შეეწიოს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის იერარქიას და ყოფილიყოს ჩვენთვის ნათელი მაგალითი იმისათვის, თუ როგორ უნდა ვიმღვდელოთ ვითარცა ქრისტეს მღვდლებმა. ამინ. მადლიუფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი და სიყვარული ღმრთისა და მამისა და ზიარება სულისა წმინდისა იყოს თქვენ ყოველთა თანა. ამინ.